ახლო აღმოსავლეთში რეგიონული სტაბილურობა საქართველოსთვის მრავალმხრივად მნიშვნელოვანია, მათ შორის ეკონომიკურადაც. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა როგორც ისრაელთან, ისე ირანთან და სპეციალისტების ვარაუდით ეს ომი ჩვენს ეკონომიკაში ფასების ზრდით შეიძლება ითარგმნოს. ლოგისტიკის ექსპერტების ვარაუდით მოსალოდნელია, რომ ტრანსპორტირება და გადაზიდვა გაძვირდება. უკვე გაძვირდა ნავთობი, რაც საწვავის ფასს კიდევ უფრო გაზრდის. საქართველოს თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული იმპორტულ როგორც ნეტნავთობზე, ასევე ნავთობპროდუქტებზე და შესაბამისად საქართველოს მოუწევს უფრო ძვირად, ქართულ კომპანიებს მოუწევთ უფრო ძვირად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა და აღნიშნული კი თავის მხრივ ნეგატიურად აისახება, თუნდაც იგივე ლარის კურსზე, თუნდაც იგივე საქონლისა თუ მომსახურების თვითღირებულებებზე. ექსპერტები იმაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომ შემცირდება ტურისტების ნაკადები ირანისგანაც და ისრაელისგანაც, თუმცა თუ ომი მალე არ დასრულდა, სხვა ტურისტებიც შეიკავებენ თავს ჩვენს რეგიონში ვიზიტებისგან. ისრაელის მოქალაქეები ხშირად და სიამოვნებით სტუმრობდნენ საქართველოს, თუ ომი ხანგრძლივადიანი აღმოჩნდება და ეს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება, ბუნებრივია ისინი თავს შეიკავებენ ამგვარი ვიზიტებისგან, რაც არ არის სასიამოვნო საქართველოს ტურისტული სექტორისთვის. ისრაელის ომს შესაძლოა დადებითი ეფექტიც ჰქონდეს საქართველოს ეკონომიკაზე. იქაური ინვესტორებისთვის შესაძლოა საკუთარი კაპიტალის დასაბანდებლად უსაფრთხო დემოკრატია მიმზიდველი აღმოჩნდეს საქართველოს სახით. თუმცა უსაფრთხოების სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ქვეყანა საეჭვო ნაკლებად სანდო კაპიტალის თავშესაფრად არ უნდა იქცეს. საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ირანის და ისრაელის მოქალაქეები ომამდეც აქტიურ ინტერესს იჩენდნენ. მოსალოდნელია, რომ ამ მხრივ მათი მოთხოვნა გაიზრდება. გასათვალისწინებელია მიგრაციის საფრთხეც. როგორც უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, ამ მხრივ ქვეყანას ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. რაც ქვეყნების სხვა ქვეყნებში ჩაიკეტა და არა მხარად გძნობენ ებრაელები თქვენ თავს, მეტი ჩამოდიან საქართველოში. საქართველოში გძნობენ კარგად თავს. საქართველოში ძალიან კარგია. და რაც იყო ზუსტად იგივე, რაც იყო უკრაინის და რუსეთის ომში, თუმცა რუსები და უკრაინელები ვისაც შეეძლოთ გამოსვლა, გამოიპარენ, მეორე ჩამოვიდნენ საქართველოში. საქართველოში ვიზა არ ჭირდებათ, შეუძლიათ მთელი ოჯახი ჩამოვიდნენ საქართველოში იცხოვრონ. არავინ არ აჩით, ძალიან პრობლემა არ არის. შეუძლიათ, მეგონი 1 წელიწადი თუ 6 თვე შეუძლიათ საქართველოში იქნონ, ვიზა ჭირდება და ასე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეეხება ამ ირანის კონტროლის ორგანიზაციას, თური გაიქცევა და რაც უფრო ეს ომი რაც უფრო წინწავა, უფრო მეტი გამოიქცევა. საქართველოს ყველანაირად ერთადერთი რომ გააკონტროლოს და ესეთი ხალხი არ შემოუშვას. ირანთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და 322 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18,8%-იანი ზრდაა. ექსპორტს იმპორტის ჭარბობს. საქართველოს ისრაელთან დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ექსპორტი დომინირებს.